ხარაგაულში სტიქიის ზონაში ძლიერი საქართველოს ლელოს ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და ხარაგაულის მერობის კანდიდატმა ინგა მაღრაძემ ბრიფინგი გამართეს. ისინი ადგილზე გაიცნენ რეგიონში შექმნილ ვითარებას. დამეწყრულ სოფლებში ხემაღალსა და ღვერქში 70-მდე ოჯახმა უკვე დატოვა სახლკარი. ის რამდენიმე ოჯახი კი, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან რამდენიმე მეტრში აგრძელებს ცხოვრებას, უკვე მეოთხე თვეა ელის დასკვნას შეიძლება თუ არა ცხოვრების გაგრძელება ამ ტერიტორიაზე. ნაპრალები მიწაში უფრო და უფრო ღრმავდება. მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურა საჭიროების დროს ადგილზე ასვლა დიდი პრობლემაა სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ბრიგადებისთვის. ხარაგაულის რაიონში ვართ, ლაშეს თემი არის და მასში შემავალი ორი სოფელია და მთელმა საქართველოს უკვე გაიგო ძალიან ყოჩაღი ჟურნალისტი რო გყავს ის ამბების ხელმძღვანელი გელამ თივლიშვილი მე პირადად მისგან გავიგეს ამბავიც და ფოტოებიც როგორც იცით აქ ზაფხულის მერე მეწყერი ჩამოწვა და აი ახლა ზუსტად ამ ადგილზე ვარ სოფელ ხემაღალში ვარ ხემაღალში და ღვერქში არის ეს მეწყერი რამდენიმე სახლი დაიმეწყრა პირდაპირ ჩვენ ზურგს უკან არის პირდაპირ როგორ ჩაითრია მეწყერმა და აი საშინელებათა ფილმები მინახავს ასეთი კადრები, რა ვიცი, კინოში მინახავს ასეთი კადრები, რაც აქ ხდება. აი ამ სოფელში და რა გასაგებია, მეწყერია, ჯერ ბოლომდე ვერ გაიგეს რამ გამოიწვია ეს მეწყერი. ეს გავიგეთ ბატონო, მაგრამ თავარი პრობლემა, ეხლა დავდიოდით ამ სოფელში და ხალხს ველაპარაკებოდით, თავარი პრობლემა ამ ბედოვლათების და მავნებლების, აი განსაკუთრებული მავნებელი ყავს ხარაგაულს მერად, კობა ლურსმენაშვილი, ცნობილი მექრთამე, მთქლეფავი მის მასთან ერთად, რომ გადაჭამა მთელი ხარაგაული და ყველა შევახსენებ ერთი ლეგენდარული რეპორტაჟი რო იყო ბექა ყორშიაში ვანდალურ ნიმესილური მეებზე რო ლაპარაკობენ აი თავარი მოქმედი პირები ვინც არიან ისინი ხელმძღვანელობენ ხარაგაულს და რა თქმა უნდა ეს ვითარება იქნება რა ვითარება თავარი პრობლემა რა აქვს ხალხს გაურკვევლობა არიციან ვინ გაყავთ ამ სოფლებიდან ვინ არ გაყავთ კომპენსაციას აძლევენ არ აძლევენ რამდენს აძლევენ რამდენს არ აძლევენ გზა გაიყვანეს რაღაცა ფართხაფურთხით გაჭრილი გზა არის 22 კილომეტრით დაგზელდა ეს გზა იმიტომ რომ გზა შეჭამა და ეს პირდაპირ ჩაითრია მეწყერმა ის გზა გზას არ გავს ეხა წვიმები დაიწყება ზამთარი მოდის ხალხი არის პირდაპირ დარჩენილი ასე ქუჩაში კომპენსაციები და არავინ არაფერს არ ეუბნება სამი კვირის წინ იყვნენ მოსულები უთხრეს თურმე რომ მოვალთო და იმის მერე ყური არ შეუბერტყოთ შეიძლება ასეთი მავნებლობა რომ ხალხს სახლები დაენგრა თავზე და უსახკაროდ არიან და ზამთარი მოადგა სოფელში ქუჩაში შეიძლება ზამთარში ადამიანი იყოს არავინ არ უნდა იყოს მაგრამ სოფელში ხო საერთოდ პირდაპირ შიმშილობისკენ არიან განწირულები ხო და კეთილი ინებონ და გაინძრენ მანამ სანამ ჯერ კიდევ არიან ამ ხელისუფლებაში მოსულები და მეორე ამბავი 2012 წელს დაადგინა ქართულმა ოცნებამ რომ კომპენსაცია ეკომიგრანტებისთვის უნდა იყოს 30000 ლარი გავიდა 13 წელი მას შემდეგ საშინელი ინფლაცია იყო 30000 ლარი მაშინ თუ ფული იყო ეხა არის განახევრებული სუმცირე მისი ფასი ხო კეთილი ინებონ და მოუმატონ ამ კომპენსაციას ვინ რა უნდა იყიდოს 30000 ლარად აი ეს არის უბედურება და ეს რეალობა უნდა შევცვალოთ 4 ოქტომბერს და შევცვლით აი ზუსტად ინგასთან ერთად ჩემ გვერდზე დგას ერთობლივი კანდიდატი კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოსთან გახარია საქართველოსთვის ინგა მაღრაძე ძალიან ყოჩაღი ძალიან მებრძოლი და მედგარი ადამიანი და დანარჩენს აქაური ხარაგაულელი და გეტყვით უფრო მეც ინგა ამ ყველაფრის თაობას. მადლობა თქვენ რომ ადგილზე მობრძანდით და ნახეთ რეალური სურათი, რომელიც კიდევ უფრო მძიმეა ალბათ ამეთანხმებით. სული შემძვრელი ვითარება ეხლა ამ სოფელში. ჯერ კიდევ 2-3 თვის წინ აქ ჩვეულებრივი ცხოვრობდნენ ადამიანები. და მოკლედ აი ესეთი უბედურების წინაშე აღმოჩნდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პირისპირ აღმოჩნდნენ ფაქტიურად მაინც მარტო იმიტომ რომ მიუხედავად იმისა ხა რა ინფორმაციას არ უნდა გავრცელოს ხელისუფლებამ სხვა მედიის საშუალებით ეს ადამიანები პირველ რიგში გაურკვევლობის მდგომარეობაში არიან არ არიან ინფორმირებულები ნუ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე რომ არ გვაქვს ხეთ არც ერთი კვალიფიციური დასკვნა რომელიც თქვა გვეტყვის რომ გაგრძელება თუ არა ეს პროცესი და სოფელში დარჩენის სხვა მოსახლეობას რა ბედი ეწევა არის უამრავი დაბრკოლება ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭების გზაზე იმ გზაზე რომ დროულად მოხდეს მოკლედ ამ ადამიანების მდგომარეობის გათვალისწინება დაკმაყოფილება და მოკლედ ძამძიმია მდგომარეობა პირველ რიგში უამრავი საცხოვრებელი სახლი დაინგრა და ამ ადამიანებს უწევთ ახალი საცხოვრებელი ფართის მოძიება რაც ძალიან დიდ სირთულეებს წარმოადგენს როგორც გითხარით აქ დარჩენილ მოსახლეობას აქვს სერიოზული პრობლემები იმიტომ რომ მთლიანად მოშლილია საგზაო კომუნიკაცია წყლის სისტემები ელექტროგაყვანილობა ტრანსპორტირების პრობლემა
გზა რომელიც სახელდახელოდ გაიჭრა, ასე ვთქვათ, ძალიან გრძელი და ფაქტიურად რთული გადასაადგილებელია. ახლა მოგეხსენება, ჩემოდგომა მოდის, ზამთარი მოვა და აქ ადამიანებს აქვს სერიოზული შიში და შფოთი, ჯერ პირველ რიგში რომ ისინიც აი ამ მეწყრის ქვეშ მოექცევიან და მეორე დარჩებიან სრულად იზოლირებული. მოგეხსენებათ, ახლა სოფლებში ძირითადად ხანდაზმული ადამიანები დარჩნენ, არიან შშმ პირებიც და მუდმივად ჭირდებათ მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღება. მოკლედ მოსახლეობას სჭირდება დახმარება და ეს დახმარება უნდა მოხდეს ოპერატიულად. ყველა მიმართულებით, არ ვიცი, განსახლების თემა იქნება ეს თუ აქ დარჩენილი მოსახლეობის შეშველება.